უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის საქართველოში ამოქმედებას სახალხო დამცველი ეხმაურება ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ამერიკულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა საჭიროა დაკვირვება თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული კანონი ქართულ რეალობაში. გავაკეთე უკვე კომენტარი და პარალელი გავავლე გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში, რომელიც როდესაც იქნა დაინიცირებული, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად ჩვენ საომავლოდ დავაკვირდებოდით მოქმედებაში ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, მნიშვნელოვნად გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული კანონმდებლობა, შესაბამისად ახლა მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ჩემს ზედმეტია, თუმცა იმ კონტექსტში, რა კონტექსტში ეს კანონმდებლობა იმოქმედებს, საქართველოს გულისხმობ, აქ ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში ამ კანონმდებლობის მოქმედება ხო არ გამოიწვევს რაიმე ტიპის შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონმდებლობა მიემართება.